მოგესალმებით, უყურებთ ახალმებს 4-ზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. ევროკავშირში კონსენსუსის პრინციპის გაუქმების ინიციატივა და სუვერენიტეტის ხელყოფის რისკები პატარა სახელმწიფოებისთვის გერმანიის იდეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელი სტატუსით ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის შეფასებით ევროპის დიდი ქვეყნები გაერთიანების ფუნდამენტური პრინციპის მიტაცებას ცდილობენ და ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაერთიანება სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველია, ვინაიდან კანდიდატ ქვეყნებს თავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენების ბერკეტები შეეზღუდებათ. პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იზიარებენ სახელმწიფო გუნდში, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ქვეყნების დაყოფა და უფლებების შეზღუდვა სუვერენული სახელმწიფოებისთვის მიუღებელია. მმართველი გუნდის წევრების შეფასებით ევროკავშირის საბჭოთა კავშირის გზას ადგას. ფაქტია, რომ ევროკავშირი ალბათ არც გეგმავდა და ყოველ შემთხვევაში ახლა ყველანაირად უსამართლო პირობებით გეგმავს ახალი წევრების მიღებას. ალბათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ხსნის იმას, თუ რატომ მოსდეს საქართველოს შარი და რატო გაუჩერეს მოლაპარაკებების პროცესი. ეს ერთით მეტი დამატებითი мотиваცია არის ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ საქართველო ყავდეთ ესეთ მოცემულობაში, რადგან ისინი როგორც ჩანს არც გეგმავენ მათი თანასწორი წევრების მიღებას და როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით და არა მხოლოდ 12 ქვეყანა შეუერთდა ამ ინიციატივას, ისინი აპირებენ მონური პრინციპით მიიღონ დამატებითი ქვეყნები. კოლექტიურ დასამზრდელობას შეიძლება მარტივი კითხვა დაუსვათ, როდესაც გვეუბნებიან, რომ კავშირში მიიღებენ ახალ წევრებს, მაგრამ ამ ახალ წევრებს ექნებათ მხოლოდ ვალდებულებები და სიტყვის ამოღების შესაძლებლობაც კი არ ექნებათ. ეს არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტის განულება. ამ მარტივ კითხვას უპასუხონ და შემდეგ გადავიდნენ თავიანთ ბელეტრისტიკაზე. რა თქმა უნდა, როდესაც შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება. და დავუსვათ კითხვა, რომ ასეთი ევროკავშირი შეიქმნა და ასეთ საფუძვლებზე და ასეთ პრინციპებზე არის ეს ორგანიზაცია შექმნილი, თუ პირიქით თანასწორ უფლებიანობაზე. თუ ადრე წლების წინ შეფარულად აკეთებდნენ ამას, რომ მაგალითად კანდიდატებს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ სუვერენიტეტს დავიცავთო და ამ დროს რეალურად სუვერენიტეტს ართმევდნენ და 2022 წლიდან ჩვენ ხალხი ძალა ამას ვამბობდით სწორედ, რომ კულისებში წყდებოდა, რომ სუვერენიტეტი უნდა ჩაგებარებინა, რომ ევროკავშირის წევრი გამხდარიყავი, დღეს უკვე პირდაპირ გეუბნებიან ამას. შენ აღარ ეზრუნებ აღარც შენი ქვეყნის დაცვაზე, აღარც სახელმწიფო ენაზე, აღარც ტერიტორიაზე, აღარც მიგრანტი რამდენი გეყოლება, აღარც იდენტობაზე, აღარც ჩვენს ისტორიაზე, ამაზე თურმე იზრუნებს ბრიუსელი და როგორ იზრუნებს ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი სახალხო მოძრაობას აფუძნებს. მოძრაობის დამფუძნებლები განმარტავენ, რომ არ დაუშვებენ უცხოეთიდან დაფინანსებულმა გარე ინტერესების მორჩილებაში მყოფმა ჯგუფებმა ქართული წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა ნორმად აქციონ. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრეს ბოლო პერიოდში გახშირებულ ანტიეროვნულ კამპანიაზე. აღნიშნა, რომ ახალ მოძრაობას მყისერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე. მოძრაობის დამფუძნებელმა გიორგი ქართველიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღეს წინ მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზეც, რადგანაც აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს ნიკო ხურცულავა YouTube პოდკასტში ქართული მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო დაუპირისპირდა. მოძრაობის წევრები ოქრიაშვილსა და YouTube პოდკასტის სხვა მონაწილეებს მოუწოდებენ ეროვნული ავტორიტეტებისა და წმინდანების შეურაცხყოფისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ. ქართული ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომელთა გარშემოც ქართველი ერია გაერთიანებული. სწორედ ამიტომ დღეიდან ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებს და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს იუმორისტს უწოდებენ, არამედ მათ, რომლებიც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მასთან ერთად ხედან და ხალისობენ,
ქართულ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადო. ამავდროულად მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება თუ კი დააფიქსირებენ კაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავას პატიმრობა არ მოითხოვოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენტენციურ დაწესებულებაში მყოფი ორი ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან საპატიმრო დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11,300 ლარი აიღო. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებული. ამ დროისათვის იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების მიზნით მის ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი გამოიყენა, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად. პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქისა და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა დანაშაულები სხვადასხვა ქვეყანაში ჩაიდინეს და უკანონო შემოსავლის გასათეთრებლად აქტივები საქართველოში გადმოიტანეს. ფულის გათეთრების მიზნით საწარმოები საქართველოში დააფუძნეს და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით უცხოეთიდან ნაწილ-ნაწილ გადმორიცხეს დაუსაბუთებელი წარმომავლობის 22 მილიონამდე ლარის ექვივალენტის სხვადასხვა ვალუტა. დანაშაული ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფართების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა. ფულის გადათრების მიზნით რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე ბრალდებულებმა საქართველოში დააფუძნეს საწარმოები და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით და ფიქტიური დანიშნულებების მითითებით პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21,500,000 ლარის ეკვივალენტის სხვადასხვა ვალუტა. ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. სიძულვილის ენის გამოყენების ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების სამართალწარმოება გრძელდება. დღეს ორი პროცესი გაიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოში. მერი ლაბაძეს, რომელმაც საჯაროდ შეურაცხყოფა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მიაყენა 1500 ლარით დაჯარიმდა. მან ჩადენილი ქმედება აღიარა. ამავე სასამართლოში 850 ლარით დაჯარიმდა კიდევ ერთი სამართალდამცავი ალექსანდრე ცერცვაძემ სოციალურ ქსელში უცენზურო სიტყვებით გია ხუხაშვილს მიმართა. საკითხი ეხებოდა მოქალაქის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეს ბექა ძამაშვილის შეურაცხყოფის ფაქტს. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 27 ივლისის დადგენილებით პირი ცნობილი იქნა სამართალდამცავად და მას განისაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. კიდევ ერთი სამართალდარღვევის საქმე განიხილა საჩხერის რაიონულ სასამართლომ. საქმე ეხებოდა მოქალაქე ალექსანდრე ცერცვაძის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოფს. პიროვნება სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებდა სხვა მოქალაქეს, რის გამოც მის მიმართ შედგენილი ოქმის საფუძველზე ცნობილი იქნა სამართალდამცავად და განისაზღვრა ჯარიმა 850 ლარის ოდენობით. სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორ საქმეზე იმსჯელა. ზაზა ხორავამ, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა ლალი მოროშკინას მიაყენა 500 ლარით დაჯარიმდა. ამავე სასამართლოში სამართალდამცავად ცნეს კიდევ ერთი პირი თეიმურას მალანია. ის თეა წურუგიანის საჯარო შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დაჯარიმდა. მალანია აღიარებს, რომ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერს უცენზურო კომენტარი დაუწერა.
კი, ჩემი დაწერილია, მე დავწერე და შეურაცხყოფა მივაყენე, იმიტომ რომ არ ვარ ამათგან ისე განწყობილი, რომ მოვიხსენიო კარგად და რაღაცა. პოლიტიკური შეფასებების თემა ევროკავშირის მიერ სანქციების 21 პაკეტში რუსული სახელმწიფო კომპანიის ინტერაოს შეყვანა, რომელიც საქართველოში ენერგოობიექტებს ფლობს. მმართველი გუნდი ნაცმოძრაობის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, მათი თქმით, სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ენერგოობიექტების რუსულ კომპანიაზე გასხვისება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, სახელმწიფოს აქვს ყველა საჭირო ბერკეტი, რათა ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების კუთხით პრობლემა არ შექმნას და ენერგოსისტემის სტაბილურად მუშაობა სრულად იყოს უზრუნველყოფილი. კონკრეტული კომპანია ოპერირებდა საქართველოში, ეს იმას არნიშნავს, რომ ეს აისახებოდა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და პოლიტიკურ გავლენაზე, რომელიც რუსეთს შეიძლება ქონოდა. ეხლა არის ეს გავლენა მასშტაბური საგანგაშო. ცინიკური და ირონიული არის, როდესაც თქვენი ტელევიზიის წარმომადგენელი მეკითხებით, რომ არის თუ არა საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ ზუსტად თქვენი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებმა გადასცეს როგორც ჩვენი მთლიანი ენერგოსისტემა, ასევე მისი დისტრიბუცია, თელასი თავის დროზე რუსებს და მათ შორის ურცხვად გადასცემდნენ ქართულ სტრატეგიულ ობიექტებს 2008 წლის ომის შემდგომაც. ამიტომ, როდესაც ინტერაოს დასანქცირებას აჟიტირებით გაანიუსებთ და იმ საფრთხეებზე ისაუბრებთ, რომელიც თავისთავად ყველა სანქცირების პროცესს შეიძლება მოყვეს, რა თქმა უნდა, უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის ის პატარა ბომბები და ის მავნებლური და დანაშაულებრივი საქმეები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ჩადებული. თუმცა, მეორე მხრივ, მინდა საზოგადოება დავამშვიდო, რომ სახელმწიფო მიიღებს ყველანაირ ზომებს, რომ აღნიშნულმა სანქციებმა იქნება თუ ნებისმიერმა სხვა რისკებმა ოდნავადაც არ ასე ვთქვათ დააყენოს ჩვენი საზოგადოების ინტერესი თუ უსაფრთხოება გარკვეული გამოწვევების წინაშე. ნაციონალურმა მოძრაობამ გაყიდა სტრატეგიული ობიექტი ხრამხესი 1, ხრამხესი 2 და არა მხოლოდ ესენი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც სტრატეგიული ობიექტები მიიყიდა რუსეთის ფედერაციას. ამავდროულად ჩვენ გვახსოვს, რომ მას შორის რკინიგზის გაყიდვასაც კი აპირებდნენ სტრატეგიული ობიექტისა უმნიშვნელოვანესი ხერხემალცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავდაცვის ნაწილში და ამ დროს ამბობდა კახა ბენდუკიძე, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება გარდა სინდისისაო და კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, როგორც აღმოჩნდა, სინდისის გაყიდა, საკუთარი ჩადენილი ქმედებებს ცდილობენ, რომ ეხლა როგორმე ხელი შეაწმიდონ ქართულ ოცნებას. და საუბრობენ, რომ 14 წლის განმავლობაში რატო ვერ შეწყვიტეთ ის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ თვითონ დავდეთო, აი ამ მარაზმში არიან ეს ადამიანები გადაცვლილები. თავარი არის, რომ რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს სახელმწიფო არის გარანტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნებათ არავითარი სოციალური პრობლემა და ამ გარანტიის და ამ შესაძლებლობების გამო ქართული ოცნებას ჩვენს გუნდს ხარს უჭერს ზუსტად ქართული საზოგადოება. ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკაში დანერგვის მექანიზმები. სწორედ ამ საკითხებზე იმსჯერეს საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები. განხილვის მთავარი თემები იყო 2026 წელს განხორციელებული ინიციატივები, ფასთა ინდექსაციის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე სამშენებლო რესურსების შრომის ანაზღაურების, მანქანა მოწყობილობებისა და საავტომობილო გადაზიდვების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებები. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ახალი რეგულაციების პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე და იმ ცვლილებებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესს შეეხება. დღეს გაიმართა მორიგი შეხვედრა ბიზნესსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. თქვენ იცით, რომ ესეთი დიალოგი ხშირი არის და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბროთ, მათ გავაცნოთ ჩვენი გეგმები, მათგან მოვისმინოთ პრობლემები. კერძო სექტორის მხრიდან იყო პროექტირებასთან დაკავშირებით საკითხები, პროექტების ხარვეზებთან დაკავშირებით და ნამდვილად ეს არის გამოწვევა, იყო საექსპერტო ცოდნასთან დაკავშირებით და ნამდვილად ეს არის გამოწვევა და ყველა ამ გამოწვევასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ გადაიდგას ძალიან ქმედითი ნაბიჯები. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა
გავახორციელეთ საკანონმდებლო დონეზე, პრაქტიკის შეცვლის დონეზე ბოლო 1 წელიწადში. ეს იყო პერიოდი, რომელიც ამ ქვეყანას უნდა გაევლო, რათა შემდგომში მივიღოთ უკეთესი ინფრასტრუქტურა, ქართული ინფრასტრუქტურა პირველ რიგში უნდა იყოს დაკავშირებული ხარისხთან. არ შეიძლება რომ მაგალითად სახელმწიფოს და ბიზნეს სხვადასხვა ფასი უჯდებოდეს ერთი და იგივე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ის არასწორი პრაქტიკები თუ კი რამე აქამდე იყო ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით იცით რომ ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული დავნერგეთ და შესყიდვებთან დაკავშირებით აი ამ ბოლო 1 წელიწადში შეიძლება ითქვას რომ გავასწორეთ ასევე მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე დავნერგეთ რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს მათ შორის ევროდირექტივებიდან და გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები რაც შეეხება ინდექსაციას ჩვენი ინდექსაცია დავტოვეთ მარტო მასალებზე და მანქანა მექანიზმებზე და ამას აქვს თავისი ლოგიკური ახსნა ჩვენ არ გვინდა რომ სახელმწიფო გახდეს ხელფასების მიმართულებით ინფლაციის განმაპირობებელი საქართველოს ტრანსპორტის სექტორში 2026 წლის 6 თვის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამამუშავებელი ტვირთების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 10 წლებში წლის პირველი ნახევარის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამამუშავებელი კონტეინერების რაოდენობა კი 9%-ით არის გაზრდილი. გადამუშავებულ ტვირთებს შორის ისეთი სახეობები აღმოჩნდა, რომლებიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არ გადაიზიდებოდა, მათ შორის ოქროსა და სპილენძის კონცენტრანტები. მიმდინარე წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზისთვის კომპანიის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 10%-ით არის გაზრდილი. ჩვენ გადაზიდვებში გვაქვს ბოლო წლებიდან გამომდინარე რეკორდული მაჩვენებელი დაახლოებით 7 მილიონი ტონა გვაქვს გადაზიდული პირველი 6 თვის განმავლობაში. ეს არის საკმაოდ კარგი გაუმჯობესება და კარგი მაჩვენებელი. შესაბამისად, შემოსავლებშიც გვაქვს მატება დაახლოებით 352 მილიონი გვაქვს და ეს არის სადღაც 19%-იანი მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან. ასევე EBITDA-ს მარჯა გვაქვს გაუმჯობესებული, ეგრეთ წოდებული საოპერაციო მოგება გვაქვს 92 მილიონი. 2026 წლის პირველი 6 თვის მაჩვენებლებით, თუ მას შევადარებთ 2025 წლის პირველ 6 თვესთან, ტვირთბრუნვა საქართველოს ნავსადგურებში დაახლოებით 22%-ით არის გაზრდილი, თითქმის ყველა სეგმენტზე და ყველა კატეგორიის ტვირთზე. ეს ყველაფერი მიანიშნებს მზარდ ნდობაზე საქართველოს გამავალ შუადერეფანთან მიმართებაში, ასევე საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში მიმდინარე რეფორმების და ასევე იმ პოლიტიკის მიმართ ნდობის შესახებ, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მინესოტაში სკოლებში გადასახადის გადამხდელთა დაფინანსებით ტრანსგენდერულ თოჯინებს დაარიგებენ. ნიუ-იორკ პოსტის ინფორმაციით, ქაღალდის მოდელები, რომლებსაც მოსახსნელი სასქესო ორგანოები აქვს, განკუთვნილია 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. როგორც ნიუ-იორკ პოსტი წერს, თოჯინები დაეხმარება ბავშვებს გაიგონ თუ ვინ შეიძლება იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით ეს სადავო კანონპროექტი გუბერნატორმა ტიმ უოლცმა და ფინანსმა, რამაც კონსერვატიულ ჯგუფებში აღშფოთება გამოიწვია. ტიმ უოლცი, რომელიც გუბერნატორის თანამდებობაზე უკვე მესამე ვადით იმყოფება და 2024 წელს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო, მისი გენდერული პოლიტიკის გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. განათლების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ანკარაშია. გივი მიქანაძეს თურქმა კოლეგამ უმასპინძლა მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომლის წევრებიც უახლოეს მომავალში ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე იმუშავებენ. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების შემუშავებისა და ხელმოწერის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი უსვეს დოკუმენტის დროულად გაფორმების მნიშვნელობას, რაც განათლების სფეროში ორი ქვეყნის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, კონკრეტული მიმართულებები, სადაც ორივე მხარეს გვაქვს ინტერესი. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უახლოეს დღეებში ერთობლივი სამუშაო ჯგუფი მინისტრის მოადგილეების დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მომზადდეს ფართომასშტაბიანი ჩარჩო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები. თურქეთის მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გავაფორმებთ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც საფუძველს დაუდებს განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
საქართველოს მთავრობა სექტემბერში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის გაგრძელებას გეგმავს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 3000-მდე ვაკანსია გამოცხადდება. პროგრამაში ჩართულები არიან სამთავრობო უწყებები, სადაც ახალგაზრდების სტაჟირების კურსს გადიან. შესაბამისი გამოცდილებისა და უნარჩვევების მიღების შემდეგ კი სრული შემთხვევაში საჯარო სექტორში დასაქმდებიან. პროგრამაში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტექნიკური სამშენებლო, საგზაო და გეოლოგიური მიმართულება. ეს იმ სფეროების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალგაზრდებისთვის სამინისტროს კარი მუდამ ღიაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში. წინა სტაჟირების მონაცემები რო გითხრათ, თითქმის 50% მან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა უშუალოდ იმ ორგანიზაციაში, რომელშიც გაიარა თავდაპირველი სტაჟირება და აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ სრულიად ახალი თაობა, მოტივირებული ახალგაზრდები შემოდიან საჯარო სტრუქტურებში, რომელიც მე უნდა ემსახურონ საკუთარ ქვეყანას. პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სტაჟირებას, ჩვენ ძალიან ეფექტურად გამოვიყენეთ და ჩვენი სამინისტროსთვისაც ძალიან სასარგებლო იყო და დარწმუნებული ვარ იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომელიც ამ პროგრამის შედეგად დასაქმდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამ დროისათვის რეაბილიტაცია მიმდინარეობს დანის პარაული ველათი მწვანე ტბის მიმართულებით. პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული გზა სოფელ დანის პარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს. დასრულების ეტაპზეა ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც. აქტიურად გრძელდება ხულოს ზარზმის გზის რეკონსტრუქციაც. განახლებული გზა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს და ბათუმიდან ახალციხემდე გზავრობის დროს დაახლოებით საათნახევრით შეამცირებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო პროექტები გაუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურობას, გაზრდის ტურისტული ლოკაციების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის ეკონომიკურ განვითარებას. როგორც ხედავთ, შუახევი ხულოს მონაკვეთის 12 კილომეტრიანი გზის საფარის მოწყობა ხორციელდება. ფაქტიურად უმეტესი სამუშაოები უკვე შესრულებული არის. ასევე მოვინახულეთ ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტი დანის პარაული, მწვანე ტბა, შავი ტბა, გოდერძის უღელტეხილი, დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, 6.3 კილომეტრი არმირებული ბეტონის გზა მოეწყობა. ნახეთ რა ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა ხულოს ზარზმის პროექტთან დაკავშირებით. სულ დარჩენილი არის დაახლოებით 3 კილომეტრამდე და ზუსტად ერთ კვირაში მთელი რეგიონი ზეიმობს შუამთობას. ამ პროექტის ძალიან დიდი ნაწილი უკვე დასრულებული იქნება. რუსთავის მერმა ქალაქის საკრებულოს 2026 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ნინო ლაცაბიძემ ყურადღება მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტს დასახული გეგმა 96% აქვს შესრულებული. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიც არის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება, რესტავრაცია, საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკოლოგია, კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალური პროგრამების განხორციელება. ხორციელდება უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები. სწორედ ამიტომ რუსთავის მერის გუნდს და რუსთავის საკრებულოს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რომ საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის მიერ არის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ქალაქის განვითარებისკენ არის მიმართული, გამოვიყენოთ მაქსიმალურად, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თითოეულმა რუსთაველმა კიდევ უფრო მოწესრიგებულ უსაფრთხო ქალაქში იცხოვროს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გუნდს უკვე აქვს შესაძლებლობა ქალაქის განვითარებისთვის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ნაწილში კოორდინირებულად ემუშავა. ურთიერთთანამშრომლობის შედეგი ნამდვილად ხელშესახებია, რაც კონკრეტულ პროექტებსა და ციფრებში ასახულია. საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობს. სესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის როლსა და საარჩევნო საკითხებზე ისაუბრა. აღნიშნა დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეეფასდა. შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. კვლავ გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ
საბანაკე პროექტებში, რომლის ფარგლებშიც გვექნება საშუალება ახალგაზრდებს შევხვდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხის შესახებ, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. ჩვენი პირველი შეხვედრა ანაკლიიდან დაიწყო და რა თქმა უნდა, მთელი ზაფხულის განმავლობაში, როგორც ანაკლიაში, ასევე სხვა ლოკაციებზე საარჩევნო ადმინისტრაციის სპიკერები იქნებიან აქტიურად წარმოდგენილები. აქტიურად გრძელდება CESCO-სთან თანამშრომლობა. ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრა გაიმართა CESCO-s თავმჯდომარესთან, სადაც ახალგაზრდებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საარჩევნო პროცესების შესახებ. ვფიქრობთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების სწორ ინფორმირებას არჩევნების შესახებ. პოლონეთში ბავშვთა რეგიონული ანსამბლების 33 საერთაშორისო ფესტივალი მთის ბავშვთა დღესასწაული მონაწილე ფოლკლორული ჯგუფების ერთობლივი კონცერტით დასრულდა. ფესტივალში საქართველოდან აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი არგინეთი მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანი მთიანი რეგიონების ავთენტური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების შორის ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა იყო. ეს იყო ბოლო ინფორმაცია 4-ზე და 7 საათს დღის მთავარი სიახლეები ერთად შევაფასოთ დროებით.